ევროპელი ელჩების დაბარების საკითხი ჩვენ უნდა აღვიქვათ როგორც ოცნების საბჭოთა კავშირის დროინდელი ყველაზე ბნელი ტრადიციების ცივი ომის ტიპის პოლიტიკის ანტიდიპლომატიის გაგრძელება ასე ხდებოდა ბნელ 70-იან 80-იან წლებში აბსოლუტურად შეზღუდული იყო დიპლომატიური კორპუსის თავისუფლება მოსკოვში საბჭოთა კავშირის ფარგლებს შიგნით და აი სწორედ ამ სახელმძღვანელო წიგნს იყენებს დღევანდელი რეჟიმი, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს მართავს იმისათვის, რომ ეურთიერთოს დასავლელ ელჩებს. მთავარი პრობლემა და ძირი ფუნდამენტი ამ პრობლემის მოდის იქიდან, რომ 3 წლის წინ ჩვენ როდესაც გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, დასავლეთიდან მოითხოვეს და ელოდებოდნენ ჩვენგან იმ ტიპის რეფორმების გატარებას და იმ ღირებულებების ერთგულებას, როგორიც არის თვითონ ევროპაში. ეს ნიშნავს კანონის უზენაესობას, სახელმწიფო პოლიტიკური ინსტიტუციების პატივისცემას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას. ეს ყველაფერი სწორედ აი ეს მთავარი ფუნდამენტი ფასეულობებისა, რომელიც ევროპაში არსებობს და შეერთებულ შტატებში, არ მოსწონს ქართულ ოცნებას, ეს მისთვის არის უცხო, ამაში ხედავს საფრთხეს და აქედან გამომდინარე ვერ შედგა დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან დასავლეთში და აქედან გამომდინარეობს სწორედ ის დაძაბულობა და ეს გაუთავებელი, აბსოლუტურად აბსურდული და ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ შორის დიპლომატიური კორპუსისთვის გაუგებარი დაბარებები და საქმის გარჩევები საგარეო საქმეთა სამინისტროში.